კარგი აზრი უნდა მიიღოთ. ქადაგების შემდეგ სამობაში საეკლესიო რიტუალი დაიწყო. 20 წლის დასრულების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა გია გაჩეჩილაძე და გიგი უგულავა საკურთხეველში ერთად შეიყვანა. ამ დროს საკუთარ მხარდამჭერებთან ებრძოდა ურთიერთობებს ლევან გაჩეჩილაძე. აქციის მონაწილეებს დაბეჭდილება დარჩათ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ფარული გარიგება შედგა. ეხლა ეკლესიის ეზოში მოწოდებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ წავალ წინ და რუსთაველისკენ წამომყევით რა. ძალიან დაზაბულია ხალხი რა. სუპერია რა. ვინცაც მიაჩნია ბატონო, ერთი წუთი. მაშინ ერთი წუთი. ჩემიც გაიგეთ ეხლა ერთი წუთით რა. მიკროფონი აიღე. ერთი წუთით გთხოვთ რა. მაშინ მორჩეს 10-15 წუთი დაველოდოთ, ლოცვა მორჩება, ყველა ლიდერი გამოვალ, გადავწყვეტ და როგორც თქვენ გვეტყვით ისე მოვიქცევით რა. მარტო მე გამოვედი, მარტო მე. შეკრებილ ხალხს ცალკე მიმართეს ნინო ბურჯანაძემ და სალომე ზურაბიშვილმა. ჩვენ არ გავთავრებთ ბრძოლას, პატრიარქმა არ მოგვისმინა, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. და მივდივართ პარლამენტის წინ, ვინც მოდის ჩვენთან, ეხლა გამოვალთ თქვენში. არ არის ეს ვიზის მოდუღარეთ ამდენი ხალხი. მოგერი ხარ, ვიზის მოვედი, მოგერი ხარ. როგორც ბენზანები ისე ვარ, ვიზის მოგები. მიზანი რა. დავილაპარაკოთ პატრიარქთან, ველოდება, მოვედი. აი ესე იქნება. აი ესე იქნება. აი ხალხო და თქვენი ჩვენ არ ატყობს ხელისუფლება, სამაგიერო ყავს სულიერი მამა, რომელიც გამოვიდა ქადაგებით იქადაგა და თქვა ყველაფერი რაც უნდა ეთქვა. ეხლა ყველანი მე მგონი ბრძოლა გრძელდება, ბოლომდე გრძელდება, სანამ არ მოვიშორებთ ამებს საბოლოო და ერთ-ერთხელ და სამუდამოდ. ამ განცხადებების შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა გეზი ისევ რუსთაველის გამზირისკენ აიღეს.